ჩვენი რესპონდენტი დღესაც აქტუალურ პრობლემებზე გვესაუბრება. მოგესალმები დავით და დავიწყოთ საუბარი. პრინციპში მე და დავითი სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, მანამდე გქონდა საუბრები და ისეთ მუხტზე არის, რომ ალბათ პირდაპირ გვეტყვის თავის სათქმელს, განაგრძობს იმ თემიდან. დავით, ისმენ. გლოკის გავარდნა ბუნებაში არ არსებობს. ისეთი იარაღი. გლოკს ეძახიან ავსტრიულ კალაშნიკოვს. იარაღებში არის პირველი. კედელზე ახეთქე მანქანას გადაატარე. ისეთი დავცალე ხან არ არსებობს იმის გავარდნა. და გვაზავას გაუვარდა. ნუ არ არსებობს ფიზიკურად არ არსებობს. ბუნებაში არ არის რომ გარში თუ არ მოუჭირე და არ გაისროლე ის იმან გაისროლა. ანუ თავისით არ არსებობს გადატენილი. მეორე გვაზავა გენერალ-მაიორია და იარაღის ხმარებაზე თუ არა ტარებაზე მაინც უნდა იყოს გამოსილი კაცი. როგორ ეყენა ეკეთა ისე ის იარაღი რომ მანქანაში შეუშალა ხელი. ნუ ეს აბსურდიც კი არა. ნავიგე 22 წელი იარაღის დავდივარ. გავარდნასა ყველაფერი, მაგრამ როგორ შეიძლება ისი ატარო იარაღი რომ სადმე შეგიშალოს ხელი. გინდა ჯდომაში, გინდა იმაში, გინდა. და სახეში როგორ მოხდა იარაღი? რამდენი მე კიდევ გეუბნები ესა ჭორის დონეზე, მაგრამ ისე ჭორის დონეზე გამოსული რომ დაჯერება შეიძლება. რა. რომ ესროლა დედას და უკამჯდომებმა რომ დააპირეს, რომ მოკიდეს ხელი, მეორედ გაისროლა და მოხვდა სახეში. რა, ამოტრიალებს მოხვდა სახეში. კიდე კარგი რომ კიდე სხვები. და კიდე კარგი რომ სხვები არ და მე რამდენადაც ვფლობი, რომ მე არ ვამბობ 100%-იანი ინფორმაცია, მაგრამ აქვს თავისი დაჯგუფება. არასამთავრობო. ხო, თავისი ნასმები გვაზავს ყველა ამბობს, მე პირადად ისე რა გაკურთხებდი. პირადად ყველა ამბობს, რომ როსვალდო იყო არაადეკვატური. ყველა მაგას აბსოლუტურად ყველა მაგას ვინარის ყველა ვინც გვერდში იდგა ყველა მაგას ამბობს. მაგის დაჯგუფება. და რამდენი მაგის დაჯგუფება აგერ ის რო იყო მაგის მეგობართან ვიყავი, რომელსაც ძაღლი აჩუქა და დღესაც ახავს ისა. მეგობარ ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ მეგობარს. რატომ გეუბნებით ამას? იმის გულისთვის რომ რამდენიც მე არ ვამბობ რომ 100%-იანი მართალი, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ვამბობ დაბალანი თუ არა. იყო ესეთი ლაპარაკი, სექტემბერ-ოქტომბერში ამათ უტირებს დედას. სადე სამართლიანობის ლიგაში იყო? ხო, ნუ თვითონ მანქანაში მიდიოდა ეს ლაპარაკი და იქ უთხრეს არ გეყო თუ ძლივს გადარჩი თუ კიდე რაღაცა საფრთხე და ამან დაპირისპირება მოხდა და გვაზავ კიდე ანუ დეიტასა და გვაზავა შორის მოხდა სიტუაციები დაეწოდა. თან ისეთ დაპირისპირება რომ კარგი ვარ გეყოთ რა. ყველა მიცის ხო, ყველა მიცის და სადღაო ესე გავიგე მაგაში და ამოიღო პირდაპირესო. ანუ ბუტანო ბაქიძე მართლა ამან მოკლა? ქალბატონო ქეთინო კიდევ ვამბობ ეს არის მხოლოდ გამოძიების პრეროგატივა. მაგრამ ამათ რომ ხოცეს, რატო იცით რაშია? არა, მარტო 430 კაცი ამკვდარი. დაკარგული, ჩაფლული, დახრეტილი. რატომ? და ყველაზე ელემენტარული გამოძიები შეიძლება ამის დამტკიცება. ელემენტარული არ უნდა იქ დიდი პროფესორი. რატომ გამოიძოს ამათ რა? მე კიდევ გეუბნებით აგერ იგივე გვაზავას დაჭრასთან იმასთან. ნუ გაიხევთ სპორტის მინისტრი, რომელიც დღესაც ნაციონალებს აფინანსებს. რომელიც სპორტის მინისტრი? ჩიკაშვილი? აბა, ძალიან დიდი ბიზნესმენი, ყოველთვის აფინანსებს. მაგალითად ბიზნესთან დათმობი. შეანა საქმე და მინისტრი მივიდა თუ არა გავუვარდაო კაცი, ამას უკვე აპარავ. ჯერ არ მისულა, ჯერ არ გაუგვე, უკვე ამას გაგნო. გიორგი. მღებრიშვილი გიორგი. არა, მღებრიშვილი არ, მინისტრის მოადგილე. ესა გამეზარდაშვილი. ო მივიდა პირდაპირ მღებრიშვილი არ არ გაუკეთებია. ხო და მე მაგითო ეხლა როგორ ვინ უნდა გამოიძოს? კიდევ ვამბობდით, აი დღესაც ვიმეორებ, რაც აქვს 2, 3, 4 თვის უკან ხო? არ არსებობს სანამ ეს ხალხი აქ არიან, რა გვინდა 420-ზე რო ვლაპარაკო, პრემიერის გამოძიებას რო დაადგან თავს და ნუ აი ყველაზე გახმაო ზურაბ ჯوانიას ყველაზე მაგარი არის, ყველაფერი ის. მოჯადოებული წრე ერთი. არა, შეიძლება იმისთვისაც მოჯადოებული წრე მე იმათაც კი გეტყვი. დღევანდელი
პოლიციის აკადემიაში ეხლა ხან იყო გამოცდილი, ხო? თქვენ წარმოვიდგინეთ, ვინც კი წარჩინებით ჩააბარა, უმეტესობა არ მოხდა. იმის რომ ისევ ამ წრეზე მიდის. აი ამ ჯგუფს ისევ თავისი მიყავს, რომ ის ახალგაზრდა მაინც არ გვაქვს გაძვეს, ვინმე რომელიც ამ განვიძებს. ან კიდევ ამობ რა, დღეს ხელისუფლებამ ამოწურა რესურსი კი არა, ჩიხში კი არ მოერთა. აი გადაიჭეხა რა და ხა თუ მაგნეს ვეღარ ახვდებიან კი ხვდებიან მაგრამ რა ხა ერთადერთი რაც რა ბანალური საუნა იყოს აი ერთადერთი ყველას აქვს იმედი რუსები ტანკებს ამოქეკავენ და ამოქოკავენ და გავლენ საქართველოს თავიდან ბოლომდე მიყენია 20 კილომეტრი ეს გიყენია ერთია იმის გულისო კიდევ ამ სექტემბერში ოქტომბერში სირიაში უკვე მიმდინარეობს ასე ჩვენ ვამბობდით ყოველდღიური დაბომბვა მიმდინარეობს თურქებმა თავის პლაზმები გაიკეთა კიდევ ვამბობდით აგერ ტრაილერები დაწვეს იმის გულისთვის რომ თურქეთის გზები კონტროლდებოდეს სამხედროების მხრიდან ეგ რისთვის გააკონტროლებენ ღმერთმა იცოდეს ვისი გადაადგილებისთვის და ესენი ემზადებიან ამათ იმის თავის არ აქვს რომ ამ სიმართლეს თვალში შეხედა მეტი არაფერი ახლა ულიან ხალხს დასდევენ ისეთ ხალხს ქვეყანას უსმენენ ნეტა რას იგებენ ამ უსმენ თავისივე ხალხი და არა აიღო ნახა აი ხო ლაპარაკობს 3-4 კაცი ისეთი გუში რომ გაანთავისუფლოს ამათ რა ხო და არა ვინ გაათავისუფლეს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი აქ იყო სპარტაშოვს მე კიდე უკეთეს გეტყვი სამსახურიდან გაათავისუფლეს აი კაცი რო იყო ერთ-ერთი გაუშვი მარტო ის არა კიდე ორი კაცი აი ხო მე უკეთეს გეტყვი მე ვიცი რომ აი შემოთავაზებები აქვს ცოტა წესიერ ხალხს რომ აქა და აქ მაგრამ ყოველთვის მაგარი არის ფუჭი შემოთავაზება ეს ვითომ შემოთავაზება რა იციან ეს კაცი არ დათანხმდება მუშაობა სანამ ესენი ხო და ეს არის ფუჭი შემოთავაზება ვითომ და სინამდვილეში რა ხდება მე გეტყვით ყველაზე პირველი ვინ მივიდა გვაჟავას იმან ვეტერანები ის რა ქვია ეგ ხო ცნობილი ხედრეონები რა ხედრეონები ვინ არის დაგვარია ვეტერანები შიხიაშვილი რა იცი რა შიხიაშვილი მაგის ნუ ხედრეონები არის რა ყოფილან ხო გეტყვი ხო კარგად იცი ხო მე ზამაგრო იცი რა მაგიტო გეუნე როდის აქეთ გახდნენ ვეტერანები ხა თუ MVD-ში მსახურდა სარგას ავტომატის სერვერი ვეტერანები თანაც ელიტარულ ვეტერანობასთან რატო არ არქო რატო დაუდი შეხიაშვილს უკრაინაში ემისრები მიშასთან და ქართულ ლეგიონს დაუდის ყოველკვირ და მე რასაც სადა ის დახმარებები შეხიაშვილს შეპირდა აგერ მე გუშინ ჩავიარე და მონუმენტი რო მირთამოედანზე ერთადერთი არ ვიცი ხმერთმა გამომართოს როგორ მე ნახავ ერთადერთი ვეტერანი ზის და შიმშილოს პალატკა და მანქანა დავინახე რა და უბრალოდ სერყავ ვერ გავჩი ერთი ვეტერანი იდგა პატარა პალატკა ხონდა და 5 პატრული ედგა თავზე ამ დღეს გამოვიდა ისევ ძალიან რატო სოლიდარობა მე მაგას გეტყვი ვეტერანული ორგანიზაცია მე ვამბობდი და კიდევ ვამბობ ვინც იჭის ეს არ ეწყინება გაიგე და ვისაც ეწყინება ძალიან არ მაინტერესებს რა ეს არის ერთ-ერთი უსაზღვრესი ორგანიზაცია რომელიც შექმნეს რა ეგენი სადაც გაიგენ ბალახი აღარ ამოდის რა მაგიტო ვამბობ და მართალია ეს ვეტერანების სოლიდარობა უნდა იყოს როგორ უნდა იყოს თავბატონო ის რა ქვია კეთინო როცა ყველა ამბობს 80,000 ავიღოთ ხო თასოსი საყოფილა 80,000 ვეტერანი. ამბობს რომ აი ამას ეს გაუკეთებია, იმას ეს გაუკეთებია, თვითონ 4 კაცი მაინც არ აღმოგონა და აი ეს ამ იმაში ერთხელ დავეტაკეთ. ბიჭო, სად ნახეს ესეთი ჯარია რა არმია. შეწარმოება 80,000, თვითონ 4 კაცი მიაწერა, რამდენი 1000 გამოდის, ხო? ჩინეთს რომ ამბობთ, მაგრამ საერთოდ უთხარით ხელით დაგანახებენ ზოგიერთ ვეტერანს რომელ ხარისაა სამაჭრო რომელ ხარისაა აფხაზეთში მე პირდაპირ გეტყვი მეკუთვნოდა და არ ამიღია აფხაზეთის ომის მე-11 მე სახში მომიტანეს მე-11 ბრიგადაში გიეთუროდეს და ვიყავი მე-11-ში კოტე უნდა ეცოდი მაშინ კოტე ფოჩხზე ხოლმე კოშტაბერზე მუნიციპალიტეტში ყოველთა თავად მე გაკოშტე ის თავის საფრთხე მეჭირდეს ნუ მეორე რა ბეჟაშვილი ის არა ქვია რამდენი ახალგაზრდა დარბაიძე და ისინი მახარაძე მე უკეთეს გეტყვი ახლა თავდაცვის მინისტრის შტაბის უფროსი კაპანაძე სად იყო აგვისტოს მოვლენების დრო აგვისტოში არ ვიცი სად იყო თვითონ გამოვიდეს ხო ტელევიზიაში მე ვქნა არა ნახე სად იყო
ვინ იყო პოლონეთში შესყიდვაზე განზაუნული 1000 ლარს რო აძლევდნენ რა 1000 მე როგორც აფხაზ ქალბატონი 22 ლარი მქონდა დახმარება ის რო გამიშვეს აქედან ხო რომ გამაგდეს და ვამ ბრძანებით მოახსნა არადროს არ ავიღია და არც ავიღე ჯერ წაგებული ომის მერე არ გეკუთვნის რა ვეტერი მე მქონდა ჩემი ასოციაცია ხა შე კურსი იქნება იქ ამოდიოდა გავიჩი ხალხი ამოდიოდა მაგ პერიოდში მიშან ფული გადაიხადა არ მინდა გვარი სახელები და რუსთავის გამოიყვანეს გახსოვს ზოგს პროტეზი მოახსნეინეს და ზოგსისა და ზოგსისა და ახლა ჩიორაც ხონებულა ხა ეს სამჯერ იყო ამოსული შემო დიდი ორგანიზაცია გაქვს და წამო ვეტერანები გოჩი დაგვიდეკრეთ და მოვითხოვ მე უთხარ აი ვაშკაცურად რითი ჯობი ხარ თქვენ ვეტერანები იგივე მასწავლებლებს მე ეგრე ფიქრობ იგივე რავი აი ამ ხარ შენ გამოხვიდე რომ მოითხოვ შენ ვეტერანმა როგორ უნდა მოითხოვ როგორ უნდა ითხოვო ხო ხო მეგრია თუ გამოდიხარ ესე იგი უნდა აიღო ხო ეგრეა თუ გამოდიხარ გააზრებულად უნდა გავუყო მე არც იმის თავი მაგ და არც იმის ხალხი დღესაც რომ გავიდე მეთქი ჩვენ თუ ყველა ერთად გავედი დედამამალის არ გავარკვიოთ და ზუსტად მაგან დავუყო მაგის შემდეგ უკვე წავედა როგორ მართლა რომ გავიდი სავეტერანები შეგ არა საჭიროს 80 კაცი 80000 3000 კაცი აქედან დაგუბანდაზე იყო კი ვეტერანი რასაც აქვს სამუშო ფორმას აღწმია ძალიან ბევრი აი ჩემ თანამშრომელია გოგო იყო არის პირველ წელი ერთ-ერთი გვარს არ ვახსახელებ შეგნებულად მაიორია ჩვენ მეოთხაში რაღაცა მუქცეს აქ იყავ თბილისში კი ადონე შეანბედეში ვიყავ მეუბედეში თბილისში და კინახალზე ხო უკაცრავად მე მაგალითად მომხრეული რომ იცეს მე მაგალითად მე მომხრე ვარ იმისი რომ დაიყოს კატეგორია ხო არის 80000 დაიგო მაგაზი ადული არაფერი არა აიღო ბატალიონი შენაერთები და რა ოპერაციის დროს რომელი ასაკეთებდა შო მიცემ პირველი კატეგორია მე რე დამხმარები მიცემ მეორე აიღო მესამე კატეგორია ხო და ესე ჩამოყალიბდნენ მაგრამ არა შეიძლება მე მახსოვს ნუკრი საგარეიშვილი რო იყო ის დაქვია ვეტერანების უფროსი ტრაბახობდა რომ თურმე სახელმწიფოს უჭირდა და ისე კოხტად გახარჯა მიუჭირდა 7 მილიონი იქი დაამოწმა წარმოგიდგენთ თურმე ჩაცმული დახურული ნარკომნავები რა ის ყველაფერი კარგად ხონდათ და დააბრუნა დღეს თათუხაშვილი და საგარეიშვილი ყოლიან იმას რომ ვეტერანების უფლებას ის რა ქვია ლახავენ და გოგი თათუხაშვილი ყველა საწყალი შვილი და ავსტრიაში იზიისო და ეს აგერ სურათები გადმოგიგზავნით მე უკრაინაში არის მრჩეული და ხა გოგი რო ვინმეს რამეს უჩეს არა აი მე მართლა უკრაინა მარტო მაგაზე არა ჩემო კარგი ზახი მე ვერ ვნახე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ბევრია მაგრამ მაესტრია ეხლა ვიცარი თუ ბევრი არის ხო და არ არიან თავი სანამ მე კიდევ ამ სანამ აი 20 წლიანი წრე არ გაერღო განა 7 წლიანი განა 8 წლიანი აი 20 წლიანი არ და უკვე ფინალისკენ მიდიან ხედავენ ფინალისკენ მიდიან აი ზუსტად ხედავ ეხლა ამბობენ რომ აგერო ზოგიერთი ბიზნესმენებიო არჩევნებისში რომ ქართულ ოცნებასო 150 მილიონამდე ჩაუდებენ 150 მილიარდი ჩაუდებენ შეაგენ რა მილიარდია კი მაგრამ რატო რომ ქართული ოცნების ჯერა თუ აიძულებენ თვითონ არიან იმ ქართულ ოცნებებში და ეშინია აქ როგორა იგივე თოფაძე აიღეთ რა ვერ გაიგებ მაგას დღეს ერთი უხარია ხვალ მეორე უხარია მესამე უხარია და ფაქტად რჩება საქართველოში ოდითგან გართქული ნაბერძნული ვერ ხარ და ვერ დაგვი всё აი გაშედა რატო გააფუჭეს სანაპიროზე რამდენი ხანი მაგრამ აი მე საქმე მანდა ისი რა არის ეს ხალხი აკეთებს ერთადერთ რამს ყველას აქვს იმედი უკვე რუსეთს არა რომ პუტინს ისე გააღიზიანებენ ან მოვლენები ისე ვარდებ რომ საქართველოს როგორც იხილავენ გზად ისეც გაიხილავენ აქა ორი ვარიანტი ის რუსეთი რომ დაიძრება რა იმაზე ხასიათზე იქნებიან ტურული თუ უბრალოდ შესაკეთად მეტი არაფერს გაიგე ამათ თქვი სულ ერთია უბრალოდ დაიძრა მე კიდევ ვამბობ და კიდევ გეუბნები და ამათ ყველაფერი აქვს გატანილი ერთადერთი უნდა უნდა დაუყადო ხო ასე ვინ უნდა დაუყადო ზუსტად იმისთვის არაკარებით არავის რომ დაუყადაღებენ კი არა ის გრძელი სულენა რო დარბის ოდესაში ხო კრავატიანად ჩამოიყვანენ უკრაინას უნდა თუ არა საქართველოს აქვს ეს პოტენციალი არსებობს ეს ხალხი აი ეგრევე სხოდუ ჩამოიყვანენ რა
ხო ერთი როგორი ვაჟკაცი იქნება დამალული არ გამოაჩინა საქმე მაგაში მაგრამ ამათ არ ჭირდებათ ვის კონკრეტულად ვის რომელს ახლა გრიგოლიას ამბები მითხარი უნდა თქვა ერთი ვისთვის არის აი ეს მოწყობილი ეს სცენარი აგა სხვადასხვა ვარიანტებია ფაქტი ისაა რომ აღეროვა და აღეროვა თავარი ესაა რომ ხედავთ უკვე რა დღეში აგდებენ ჟურნალისტებს ამ დღეში აგდებენ ჟურნალისტებს არა ჟურნალისტს იმიტომ რომ ერთი ინტერნეტ ესე იგი დღეს კითხვა რო დასვა ვინ არის ჟურნალისტი დამოუკიდებელი ჟურნალისტი სიტყვაზე ხო ინგა გრიგოლია გეტყვიან ვინ არის ყველაზე პატიოსანი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ვინ არის უწესო ჟურნალისტი ინგა გრიგოლი მეტი არიცია ხალბატონ მეტი არიციან აღარ არსებობს სახელი მე კიდევ გეუბნები ამაზე სხვათაშორის რაც ამ თავრობას ედვარდის თავრობას უშრებდნენ აღებული შირდებოდა ეს კარგად აითვის ეს რა ხო ინგა გრიგოლია არის გაპიარებული ადამიანი გამიგი გაპიარდა თავის ცივილკი და ყველაფრის მკეთებული აი მაგის რატო არა ინგა გრიგოლია როცა დაანება თავის სკოლაში ჟურნალისტიკას თავის სკოლაში სად იყო წასული მონასტერში რა უნდა გაუჭირდება თმერთან გარბი იგი ფული გამოჩნდება და რა მიგეტრაში ესე ხო ინგა გრიგოლია მე ვერანაირად ვერ აღუქა ვერანაირად ვერ ჟურნალისტა თქვენ რა უნდა იშუნა ეხლა ხედავ უკვე თქვენთვისაც საწყენი ამა ვეტერანებს და მეუნებზე ეხლა უკვე თქვენთვისაც გაერთიანეს ეს ადამიანთან ხო ერთ ადამიანთან მაგიტომ გეუბნები ესა დიდი ხნის შემზადებული რეპრესირებული და რამდენი წელი მაგრამ ქალბატონო აბსოლუტურად ესე იგი ხმა არა სხვა მხრიდან გადავხედოთ აბა სხვა მხრიდან გადავხედოთ ვინ აპიარებს ამას და ვინ გახილებს ისე ვის ხალხი ვინც ამ წრეში ზის თორე ქვევით ყველა მიწის ვინ აინგლო გრიგოლია და საერთოდ რატო წაიღეს ტვინი ამით რატო წაიღეს იმისთვის საჭირო მაგრამ არის სხვადასხვა მე რატომ გეუბნები აქ შეიძლება გადაფარეს ხო უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები არა 4 აქ ერთადერთი სექტემბერი ოქტომბერი ეხლა ეს არა ის ოპოზიცია არა საპარლამენტო ოპოზიცია ხო რომელი მხრებიან ესე იქნება ესე ვის აწყობს საქართველოში ქუჩაში გამოსვლა ვისაც მე ისევ ამათ ტრებს მეც არ არის ხალხი შიმშილ და არიწია რა ქნა და 24 საათი რავი სახში კინემსაშლიო ჯარში ამბარები ვის რათ უნდა ქუჩაში დგა და ვინ აგროვებს არჩევნებზე არ უნდა წავიდეს ხალხი ეს არის იდეალური გამოსავალი მაგრამ ამას ჩვენ ვცდილობდით 1-7-8 წელი და არ გამოვიდა იმის მე კიდევ სხვათაშორის მე მაგასაც ვიტყვი გინდა ეწყოს გინდა არ ეწყოს რა ყველა ქვეყანას ისეთი მთავრობა ჰყავს როგორცაც იმსახურება არა მას მე ქალბატონო ჩვენ არ იმსახურებს 60% ჩვენ უმცირესობაში აღმოჩნდა და იმას 60% იმიტომ რომ ჩვენ ამათ მთავრობა 60%-ზე მეტმა გაყიდა შვილის სამუშაოზე მოწყობაში აკლაში და მოთვატივაში გაყიდეს თავისი გეოვნების სუვერენული ხმა რომელსაც ანჯობს კონსტიტუცია ხო აი რა ხო რაზეა ახლა რაზე ვლაპარაკობთ ქალბატონო კი ჩვენ არა ვართ მაგრამ უმეტესობა რო ესეთია ხო დავიმსახურე და უმეტესობის მოყვანილი და მოთრეული ყულის დადებული ისინი რა ხო მე გეუბნებით რომ აი წარმოიდგინეთ რა აი სულ გაჩვენო ხო ხედავ გაჩვენდა ვოლსკი გაჩვენდა ეს დავითა სულ გაჩვენო რატო გაჩვენო ხო რატო გაჩვენო მოხრინა ყველაფერი ხვიცინანდეს რა ლუბოი წესიერის არ უნდა ნორმალური მთავრობა შენ მაგით საქმე დამთავრებული დათო ერთი კიდე ინგა გრიგოლიას მინდა დაუბრუნდეთ სანამ რეაქციის დახურვა მოხდებოდა იყო ესეთი ლაპარაკი რომ ამერიკაში იყო შეგნებულად ჩასული შეგნებულად მარტო ინგა გრიგოლია არ იყო ამერიკაში ჩაიყვანეს მე კიდევ გეუბნები ზუსტად იმ გუნდის წევრებმა და შუამდგომლობდა ისე გუნდის წევრებმა აი ამ ქართული ოცნება არა ქართული ოცნება გალაგან ეს არის მხოლოდ აი ალასანია აი ამ დაჯგუფების იარაღის სტრატეგიაზე და იმაზე ვსაუბრობ. ამ დაჯგუფების ალასანია თემური კი, იმის რომ იქ ძალიან გაუჭირდა. 2016 წელს ამერიკაში ტარდება არჩევნები. რომელსაც ტრამპი პირდაპირ უტევს უკვე ამას. სადაც შეხვედით თუ ტრამპი რატომ უტევს? რატომ დააყენეს ტრამპი სოფლიოში? მარტო სახელია, რომ თემო ქვეყანას სამუქლა ვის დაეტაკა პირველი? ნეოკონსერვატორი ზუსტად იმ 12 კაცს ის უნდა მოიშორო, ხო? მიშამ თითქმის შეასრულა იმ გაყიდა გამოყიდა კი ფულს გაუგზავნეს ჩვენ მაგრამ ისე ხვდებიან რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს მიშა და ეგრეთ წოდებული კიდევ აი ეს
ну радავარ ვქოთ კოცნარსები, ნაცკოცები რა ვიცი, აი ეს, იმათ პატრონი იქ აღარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკა რამე სასიკეთო ჩვენსგან ეს, მაგრამ აი ის აგრესიული და რომელმაც ნახევარ მსოფლიოში ომი დაიწყო და მთელ მსოფლიოს საჩვენებო არაფრისავი არ აქვს. არაფრის ომი ყველგან ჩაიცნო, რა? ისინი მიდიან. გამიგე მე კიდე სხვა შორის წინა ინტერვიუში თქვით რომ აი ამ ინტერვიუში კიდე დადებული კიდე არის ხალხი ვაჟერებს ეს 3-4 ქვეყნის სპეცსამსახურებო მუშაობა ისწავლოს და ინფორმაციებს უკვე შეატრიალებს. მე გვეგონი საქართველოსთან ბევრი გაიწვიეს. ბევრი ადგილებიდან გაიწვიეს და იმათ შეცვალეს ტაქტიკა. ეს ჩვენ სასიკეთოდ კი ალაპარაკობ. მაგრამ იმათ იციან საქართველოში არის რესურსი მუშაობა. ამათაც იციან განაარიციან. ინგა გრიგორიას მე გეტყვი ერთ ჩემ მეგობარზე თუ ვინმეს ამ პრეტენზია ექნება ის მეგობარი სიტყვის რომ მე ხო იყო ინკამდე იყო დაძაბული ეს იარაღით ვაჭრობის თემა მისული რომ გრიგორიას უთხრა ბოლო დაისვიო აი ლაპარაკეთ რა დაისვიო ინგა ვიცი რა უთხრა პირდაპირ გემა დაისვიო ვინ თემურალასანი აბა ეს ვინც აშუქებდა რა თემას რა ხო დაისვიო და განაცემო ვიცი რა უთხრა და ეგრე დაისვიო რა ველაპარაკე რა ლაპარაკობ დავისო აი რა უნდა უთხრა გამიგე აქედან ინგა თვითონ არჩევს ზუსტად იმ ტვინ გააყენოს უმეტეს შემთხვევაში რა ვიცი არა და რა ვიცი აი ინგა გრიგორია აიღეთ რომელი რეაქცია გადაცემაც აიღეთ რომელი გადაცემას გინდა ვინ უძის აუდიტორიაში ერთი და იგი 2-3 ადამიანი ისეთი რომ ვითომ შეცვალა იერი და შენ და იგი ენჯოისტები და რა ვიცი სულ ყველა ეს იცით ინგა საკ დიდი ბიზნესი რა დიდი ბიზნესი დიდი ბიზნესი აბა ის საკე გრანტსაც იღებს სხვა ორგანიზაციაზე გამოწერილი ეხლა სულ ჩავიდა აიღო ინსტრუქციები და თქვენ რომ მეუბნებით რა ხდება ეგ არის რა ინსტრუქციები აიღო აი ზუსტად ის რომ იქ მალე თემურალასანი აღარ დაედგუნა მე უკეთეს გეტყვა ბევრი გაყვრის თემურალასანიაო რუსეთის აგენტიო არც თემურალასანია, არც მიშა, არც ესენი არიან დაქვემდებარებიდან გამოსული მონა აგენტები. აი თან რამოდენიმე ქვეყნის. თან რამოდენიმე ქვეყნის მაგაზე ორი აზრია. ხო და რა ინსტრუქციები მიიღო მაინც? მიიღეს, აი რასაც ახედავთ რა. და რა ხედავ? არეულობას, რას აქცევენ? და ინგამ რა უნდა გააკეთოს არა? უკვე გააკეთა გალვაკო. ანუ მაგაზე რომ გადავიდა მთელი აქცენტი. მარტო მაგაზე რატომ გადავიდა? რომ მოდის დიქტატურა. ამით აშენებულ დემოკრატიულ ქვეყანაში მოდის დიქტატურა. მიშა გამოვიდა უკრაინაში 4 ქალაქი ავაშენენ და $2,500 ხელფასები აქვს და ესენი ანგრევენ, გაიგე? ხალხი შიმშილობს, აღარ აქვს ის $2,500 ხელფასი, მიშა არა. ის ქალაქები თურმე დაინგრა. ეს საქართველოში რო ააშენა ხო და ეკიპებს რომ უკვე დაინგრა, გრევის პირასამით. ნუ რაზე ლაპარაკობ? აი ეს მიზანი მართლაც მის, მაგრამ მე კიდევ გეუბნები. და ესე იგი ინგამ შეასრულა ნაციონალების რომ მოიყვანოს ნაციონალები. ეს კიდევ საკითხავია, ინგა გაუშვეს, თვითონ წავიდა, შიდა სამზარეულოში რა ხდება რა. მეორე ახლა ყოფერია. ხო? ეს ხალხი იმისთვის გეუბნებით, ეხლა მე იგივე ბევრი აღოს აი ეს შიდა წრერო დაიგნა, ეს წრერო დაიგნა. ვიღა იქნება მთავრობაში. 4 მილიონიან ქვეყანაში 20 კაცი ვერავნაში და რო გაუხვეს სახელმწიფო. ნუ წარმოი რა დონეზეა ხალხს ჩაბეჭდი. რა ესეო. და მხარი დაუჭირეს ირმაინაშვილმა გოდერძი შარაში. ამიტომ გეუბნებით რომ ეს ხალხი კიდევ გინდა ინაშვილი ხო? ინაშვილი დღეს აქ ერთი გახლა. ინაშვილი სკანდალი არ ჭირდება. ინაშვილი მიდის არჩევნებზე უნდა მოიგოს. იმას უნდა ეხლა სკანდალი და არეული ხო? აი გზა ხსნილი. პარლამენტში უნდა შესულ. ხო, ეხლა უნდა ვიტყვის აპარატი. ხალხთან კეთნა ცოტა უნდა ვისწავლოთ ცხოვრების ხალხი როგორაც. მოიცადე სკანდალი რა შუეშია ინგასგან სკანდალი თუ რა ახლა ეს ხალხი სექტემბერ-ოქტომბერში აპირებენ ძალიან დიდ დაძაბულობას. საერთოდ არც არჩევნები ჩატარდეს და საერთოდ უკვე გამოდა ხა ციკლაური რო გამოვა და რო ამბობს რომ ეს რემბო რო ყოფს, რემბო 5 კაცს ერთად როცა. ხო. რო გამოვა. ნუ გზა ციკლაურზე იძახი. ხო, რო გამოვა ეთქვის всё ეს თავრობა უნდა წავიდეს. მიშა მაჭავარიანი ვინმეს კრიტიკას რო დაეწყო. უსაზღრესი პიროვნება რა, აი სკოლიდან დაწყებული დღევანდელ უსაზღრესი პიროვნება. ეგ რო კრიტიკა. ამიტომ გეუბნებით და ხალხი აუ ესენი რატო არიან? იმისთვის რომ ერთად არიან.
ვინც არა ერთად განაყოლა ზანის სუხტი ხალხი განათავისუფლოს. ვინც არა ერთ ისუმათა რაში შეიძლება ვიღაცა შეუყოს პისერში თავი და მოაჭამა და შენ რო წაღან თქვი აი წეგან საუბარში რომ ვანო მერაბიშვილმა 250.000 მიცაო ვის მიცა ვანო მერაბიშვილმა მაინგა გრიგოლია ვანომ კი რომ მიშეს თუ სწაიგო რა ინციდენტი იყო თელმა საქართველოს მაინც მერატონო მარტო 250 კი არა თუ არა არსებობს ექსპერტიზა რა არა პრობლემა არა ოდა მარტო 250 კი არა მამის პროფილაქტიკებიც დაუმტკიცეს საკუთრებაში გადასცეს რა აჰა და ბინას საუკეთესო ხო? ო ალბათ ეხლა გავადმო ქეთინო მე ეხლა ეგ ჭორებს არ დავდო რა ეხლა რაც გამოჟონავს ხოლმე ისეთი ხალხი დგა ეგა მეგა მეტი აფერია მეტი რა უნდა იყოს ერთი კანონდა ჰა აი ერთი მხოლოდ ერთი ფაქტიურად უკვე მართლაზე ნახელია რომ ის ხალხი ის მართლა იყო გული და სულეთი იმათ უშვებენ ჯანყარაშვილი მარტარაშვილი ეს უყალანი ეს არის ერთი კამანდა სუ ეხლა რა მართლა გულით იმიცა და ეგონა რომ საქმეს აკეთებდა უკვე თავისიანებს წევრებს უკეთ რატომ მოხდა ეს თუ ერთად არ იყვნენ საერთო ბიზნესი ერთ ეხლა გაიყვეს წილები და გახდნენ ერთიანი ხო და ეხლა ჩვენ წარმოიდგინე ესენი ესენი მაგაზი თანახმები იქნებიან რომ ეხლა ვიღაცა შეუშვა იმ ვიღაცამ ეს ყველაფერი ამოაღებინეს იმ ხალხმა ამოიღო მისად მართლა და ნახეს ვინ არის ამათკენ ვინც არ იყო და მართლა ეგონა ოცნებაში იყო ის გაუშვეს ზუსტად ეგრეა მაგრამ ეხლა მე მაგასაც ვიტყვი მე ეხლა ოცნების სწორედ მე აქ არ ვიყავი აჩვენებინები მე ვიცი რომ აი გული და სულით რომ ვინც იყო და ისი რა არის ოცნების აი ზუსტად იმ წერებმა ვინც მართლა დარგოდნენ ცოტა ზედმეტი ამბიციები ჰქონდათ იმათაც რა აი ზედმეტი ამბიციები გაზრდნენ ესენი იმათ ერშუნად რაც იყო როგორც თავიდან დაიწყო ხო ხოლმე დაიწყო თუ რამე იყო და ამბობდნენ არა ყველას ამბიცია ჰქონდათ ქართულ გენში არის ეს რა ეხლა რა შეიძლება ეხლა ყველაზე მაგარი ისა რომ ყველა აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს ყველა აი რუსეთი პუტინმა ისქნა პუტინი თქვენ გარვინე დღესდღეობით რუსეთი არაფერს არ აკეთებს იმის მაგალითად ესენი აკეთებს მიშა აკეთებს ესენი იბო გასელოდები რა გაუდესა შეაკეთებს იგივე რასაც ხო ნუ მაგალითად ეს ესენი გარანდა ეს არის სრული წყული სრული აბსოლუტური გინა თერმოალესანია გინა მიშა სააკაშვილი რუსეთის აგენტები ესენი არიან აი მიშა არის ხო ამბობდი თემურ ალასანიას სინჯარაში გამოზდილი სცენარი რისთვისაც დასჭირდა იმას აკეთებინებს რა და თემურ ალასანი ახლა ინტერვიუ იყო რა თემურ ალასანში მე ვაქა და ამ კომისიაში ვარ კიდევ საბჭოთა კავშირი იმდენად უტვინო რომ იმ საბჭოთა კავშირის იქიდან დარჩა მე საბჭოთა კავშირის კავშირიდან რაო საბჭოთა კავშირის დროს იყო გაეროში განიარაღების კომისიაში და დარჩა იმ კომისიაში მაგრამ როგორ გავიგოთ ახლა დარჩა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა ვინა რუსეთი მაგრამ იმდენი გააკეთა თემურალასანია რომ რუსეთში ვითომ გენერალობა მიწეს ეს მიწეს ისინი მოახერხა ისინიც გადაყარა გამიგე ჭკვიანი გაწყვეტილა აი საქმე მაგაშია დრონი მეფობენო კიდევ რა იმის რომ ამერიკას ხათაშვილის ამერიკას ეს გლობალურად რო ავიღო ამერიკას საბჭოთა კავშირი ერთი მეორეს ავსებდა და აჩვენა ხო დაიშალა ერთი მეორე უკვე ფუნქცია თითქმის დაკარგა ზედმეტი ძალის გამოყენება დაიწყო. ამიტომ ახლა ევროკავშირი იქნება საბჭოთა კავშირი. ევროკავშირზე ახლა ლაპარაკი საერთოდ სამარცხვინოა, საერთოდ ევროკავშირზე. ავიღოთ ევროკავშირი. გამოვედით საბჭოთა კავშირიდან შევდივართ ევროკავშირში. ევროკავშირი ასაკეთებს საერთოდ. ხო, რას აკეთებს? აი, რასა მე გეუბნ ჩამოვიდე. რაღაცას გვეტყვია, სწავლე ხელს დაგიქნევ. ამ გრანტი ჭამებს გადაურიცხავ კაპიქს და ეგა. აი რა ერთი ამერიკა ეთქვის იმას გააკეთებს. აი და ეხლა უკეთეს გეტყვის ობესი ქართულად რა არის? ობესი გაერო. ხო. მაგრამ აი თეთრი მანქანებით რო და რამდენ კონფლიქტშიც არა ვარ ნაყოფი, ხო? ათეთი არ მოაგვარ. მე თვითონ ვარ, მე რა 20 წლის განმავლობაში მე მაგით ფუნქცია ვერ დავიწყე, რა. ფუნქცია ერთია. შენი დიდი
მე ვიყავი იმ კონფლიქტში, ეგენ იქ რასაკეთებენ კაცი ვერ გაიგო. ფული მეტი არაფერი ეს არის შექმნილი დიდ ფულზე, სახელმწიფოები უხდიან, ესენი ფლანგავენ. всё, მეტი იქ არაფერი, ის რა ხდება? ნო, და გახარჯვამის მეტი არაფერი. სხვადასხვა ბატონ ედვარდ ერთ რამეში კი არა, ბევრ რამეში შეცნო. ბატონ ედვარდ საფსიკავშირო დააშნეს, ეს ყველა მიცის. ყველა მიცის, რომ გაეროში პირველი თუ არა, მეორე პოზიცია მაინც უნდა მიეცათ რა, ახან ეს რომ დიდი პრობლემა შეიტანა. მაგრამ რაში შეცდა? მან ჯერ არ მისული იქ დაიწყო გაეროს კრიტიკა. ფუნქცია მოჭამა, შესაძლებელია. იქ ხალხს ატყობილია ჩარხები 30 წელია და ეხლა ვიღაც ედვარდის იმაზე ახლა იმპერია დაანგრია გაეროს რას უზავდა შეწამული. რა შეუშვი? ის არის დახურული სივრცე. მე თქვენ გეუბნებით გაერო, აი რომელიც ზაბაზეც თემურ ალასანია ზის, მალე გაჭრის სამწავრს. მეტი არაფერი. და მე კიდევ გეუბნებით, მიშამ თუ მოიპარა, რა ქვია, 8 მილიარდი და 10 მილიარდი თემურ ალასანს გვერდ 60-ია. მაგას ლაპარაკი არა. რატომ არ ამბობენ, რატომ არ ამბობენ? იგივე რუსთავიური არის თემურ ალასანია. რუსთავიური თემურ ალასანი. აბა მაგის რუპორია და მაგის ფინანსია. მაგის რუპორია პირდაპირ, მაგრამ საქმე ის არის, თემურ ალასანია, მართლა ძველი სკოლის წარმომადგენელია რა. მეთოდები დაუძღვნა რა. მაგრამ ეს მონა შნირები ყავს მაინც რა, ფულს გადაეხდა. და იმედი ხო ბიძინა ივანიშვილის. მაგრამ მეთოდები დაუძღვნა რა. იმედი ხო ბიძინა ივანიშვილის არის და ქალბატონ კეთინო, მე ერთ რამეს ვიტყვი. საქართველოს ისე ყველაფერი იცის და მოდი ჭორებს მოაყოლ. კაცი ფილმი არის ის ვისი რა არის ამ ქვეყანაში. ეგრე მთელი ბათუმი ხო თურქებისა. ნურას უკაცრავ. იმ თურქების უკან ნახევარი ნაციონალები. ნურას უკაცრავ რა. გამიგეთ რაში. აჰა, ანუ იმედი ბიძინასია, მაგრამ ბიძინას უკან თემურ ალასანია. ვიცი, კი, თემურ ალასანია. აი, რატომ გინდათ ეს დაუკავშიროთ? მე არ მაქვს ეგ თემურ ალასანია და ბიძინა ივანიშვილი ესე არის. მით უმეტეს რომ ბიძინა ივანიშვილს კიდე მოატყუეს და მოწყუდა და წარეთ მოწყუდა კიდევ გეუბნები, მაგრამ მე არავის არ ვარ, მაგრამ რაც ვიცი იმას გეუბნები. მე იმასაც გეუბნები. იმედში იყო ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობა უკვე და ქართული ოცნება. და ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ერთად კი არ დგანა. არა, იმედიდან გამოვიდა ხმა, რომ იმედში იყო ბიძინა ივანიშვილი და შეიტანა მთელი ტექნიკა. შეიძლება ყიდულობს. რატო არა? ხო და ერთი ნაციონალების ტელევიზია, მეორე ოცნების ტელევიზია, ასე რომ ხო და ესე იგი მე შეგეკითხე, როგორ ჟურნალისტი რუსავი ორის ყოველდღიური ობიექტივი ვისია გეხვეწები. ობიექტივი რა ვიცი. ვიცია. ვერ გაიგებ რა, რუსებისა, ქართველებისა, ხო, ვიღაც რაღაც ისა რა ეგეთი გარდამავალია რა. და ეგ როგორ ვერ იმასქენი დაადგინე. რა თმინდა, ქალბატონო, თქვენ გაინტერესებს, მე რაში მაინტერესებს ობიექტივისია, იმედივისია და რუსთავიურისია. რუსთავიური უბრალოდ ის იმისთვის გაინტერესებს, რომ არის ტექნოლოგიური საამქრო. ხო. მიმართული ანტი-სახელმწიფო. კი ბატონო. всё, მეტი აი როგორ ჟურნალისტს გეკითხები. ყოველდღიური გადაცემა, სულ ერთი ხელი დააკეთე. როგორ შეიძლება ეს რომელიმე სახელმწიფოში ეს ტელევიზია მინიმუმ ლიცენზია არ გაუქმო, ხო? მაგრამ ვინ უნდა გაუქმოს? იგივე დეპარტამენტში ვინზია ნაცები, ხო? აი ვინ უნდა გაუქმოს ერთი მითხარი. იგივე სემეკიო ტარიფს უმატებს. ამიხსენით ვინ არის ეს სემეკი? რა ბიჭია, საიდან მოვიდა, როგორ მოვიდა, რა ფუნქცია აკისრია, რა საერთოდ გამოყვანილია. ეს ედვარდის დროინდელი გარიგება ესა მაფიას და ედვარდის შორის გარიგებული ორგანიზაცია. ხო და ეხლა მე მაგიტომ სემეკმა თქვა ჩვენ ვერ შევეხევით. მე გამოდიან ლარი იმისთვის იცევს ვარდება უკურსული რაღაც მაფიოზური შტოები უმართენ. შეგაიგეთ მე თქვენ არა ხართ მან გაწო თქვენ არ უნდა მიხედოთ. ამიტომ გეუბნებით. რა გადაცემა იყო ისე დაუბრუნდები ვიცე-სპიკერს. ქალბატონს. ხო. კობახიძეს ნაციონალებს პირში მივარდა რომ თელმა მსოფლიო მიცისო ვანო მკვლელიაო. თელმა მსოფლიო და თქვენ არ გინდათ შეგაიდეთ მამიშვილო თუ ყველა მიცის თელმა მსოფლიო თელმა საქართველოს რატო არ უმკისეთ რატო არ უნდა თუ მკვლელია კაცი. და ამას ამბობს ვიცე-სპიკერი. როგორ აღიქოთ? როგორ უნდა აღუქვეთ ეს ქალბატონი? როგორ აღუქვეთ? ეს დასაგებია ის ასეცანო. ჩვენ როგორ აღუქვათ აი ეს ქალი, ხო?
რომელიც გამოდის ერთ-ერთი უდიდესი სპორტს წარმოადგენს მართლა ხო? და ეუბნება თანაც თავის თვალში ვიღაც ოპოზიციონერი თქვენი ლიდერი კოლერია სისხლიანი თელონ სოფლოვიჩი. ბიჭო თუ თელონ სოფლოვიჩი ფერატო არ ვიცი, რატო არ წერია კარ? აი მონდა საქმე მონდა. და ამიტომ გეუბნებით რა ეს ხალხს არ გამოსვლია ეს ეფორია რუსეთის აგენტი ვიღაცა ფიქრობს სახელმწიფოებრივად არ ну შეიძლება სხვანაირად როგორც სახელმწიფო всё ერთადერთი ისა რა ქვია რუსეთის აგენტი რუსეთი ეს ისა ის მგელი მოვიდა ბატონებო მგელი მოსულია აგერ დგას და იჩინის всё ეს გაზებირებული თემა არა მათიკი მე სწავლება ხო იცი როგორაა შენ აი ეს ხეს უთხარი გახმი ხმება რა ამა აგენტი всё კარგად იყავი აგენტი ხარ რა აუნა ხوارხლა გამომალო უბრალოდ ამ ხალხი აი დგანან და უი ესენი რა ცუდები ყოფილან ემაში ვარ ცისფერი მთები ამტიანში ბატონო ესაო თქვენზე ამბობენ ლიფჩი გაიჭედავდა მართალიაო კაცი ლიფჩია გაჭედილი ხო ესე გვეშველებაო აი როგორ უნდა გეშოქოს ერთი ვითხარი რა კიდე ვიღაცის თუ ლიფჩი ვარ გაჭედილები ხო ლიფჩი კი არა ვარ გაჭედილები დალუქულები ვარ ლიფჩი ხო და იქ არ ხელოსნებს არ უსვებენ აიე მოდიან ჭობენ როგორ ამოგიყვან მაგ ხელოსნებს არ უსვებენ საკმ მაგაში მეტი არაფერი არა ბატო კარგი ახლა გული ნუ გამიხეთქე. რა ვიცი აბა. ქავადრონ ხეთინო. აღარ მახსოვს ის გამონათქვამი. ღირსეული დასასრული ჯობიაო აი ეს. ხო. დასასრული ახლა ჩვენ გვინდა. ხო, ჩვენ გვინდა, არ გვინდა. დასასრული მაინც იქნება. ჩვენი რა არის რომ თალათისი არ გადავიჭო რა. ეს ფინალი იქნება, მაგრამ 2-2. რა გინდა ესე იგი, თქვათ რომ საქართველოს აღარ იარსებებს? საქართველოს არ ჩვენ დაწყებულა, არ ჩვენ. უბრალოდ ჩვენ მოგვიწია ძალიან სუპერიოში, ძალიან სულ ხალხთან. ხალხის დროს ცხოვრება რა. და მოღვაწეობა ესე რომ თქვა. ამიტომ გეუბნებით რომ ახლა მართლა ეგრეც ხო არ აქვს, ალბათ ნუ შეხედეთ ხლა. რაც არ უნდა აიღოთ წესიერი ახალგაზრდობა გაგვისწავლა. ისიც რატომ? ზოგი ჭირი მარგებელია. ძალიან ბევრი იყო ევროპაში, იქ. ნახეს, ნუ ბევრი ახალგაზრდა აღარ მოსწონს. ჩამოდიან ამბობენ, ვერ არიან. და წინეთ ოცნება ჰქონდა ვინმეს იტალიაში წასულიყო ეკაყოფილა. ნახეს არა, რა ის არა. ამიტომ გეუბნებით. ეს წრე ადრე თუ გვიან გაიგებ. იგივე ეს მართვის სამართლოა შესაძლოა სპეციალური კონფლიქტების მართვის სამართლოა თუ არა. ნუ ეს ხო აი საძმაკაცოა შეკანული, და აღვინა ჯამედა იყავ. რა. მაშ მიშამ ოდესა უნდა გამოეყოსო უკრაინასო? ხო, მიშამ და მე კიდე ჩვენ ჯერ დაუბრუნდები ხო მიშას და ისა მიშას იქ ოდესელები მიხედავ. და მიხედულიც 60 კაცი დასუდადეს კაცი ცხოვს ვერ აყოფს ვერსა. მიხედულიც აქვს და მაგრა აქვს მიხედული რა. გამოვაქვეყნეთ მიშასი და ვანოს ფარული ჩანაწერი. თვითონ უკრაინამ გამოვაქვეყნა საუნაში რომ მიდის მაგათი საუბარი რა. ეგ ვანოსი კი არა იმისი რა ქვია. ვანო კი არა უკაცრავად. იმიტომ გაგიკვირდა. ზურადეიშვილი ხო? ხო, არა, ეს ძველია, მაგრამ გაშიფრული ეხლა ხანს იყო და გამოვაქვეყნეთ რა, ეს მეორე ნაწილი. მე გეტყვით სულ ახალ ამბებს. მიშა აქედან ჩასულ ქართველებს აღარ ენდო. ხო, იქ რავი, აი ბოდიში ამ სიტყვაზე ეს ზბროცა პრიფავს. ხო, უკრაინელები რუსები ეს ბანდიტურ ფორმირებებს ქმნის, რა ინახავს იმათ რა. და ერთადერთი მიზნი ჯერჯერობით უკრაინაში რეკეტირებები, მიდიან ბიზნესმენები და ნადგებიან ცემანში კლავენ. როგორ ზონდერ გამანდებია რა, ოღონდ ქართველებს აღარ ენდობა, ვერ ენდობა უბრალოდ. თემის რომ იქ ახლა ხო ეგრე არა, ზოგი მართლა წავიდა იქ რაღაც ნახეს რა ხდება და როგორ ხდება და უკვე ამიტომ ზონდერ გამანდა თავის შუაში მიშა მე მაგიტომ რა გვეშველება აქამდე მილიონჯერ გადაატრიალებდნენ ამ ქვეყანას. თქვენ რა გონიათ გამოსვლებიდან, მაგრამ თვითონ ეშინა იმის რომ კიდევ ხმავაღლა მომბამა ველოდებით დაიწყო და მე რომ ნახოთ ვინ ვიცი. აი დაიწყო
და ეს ჩვენ ჩვენ არაფერი დავიწყე. აი ველოდები და ბოლო 20 წლის განმავლობაში კალორიუნქეთან დალტონიკები ვიყავით და აი გავინოთ და ვიმკურნალეთ რა ფერებსაც ვარჩევ. ხალხსაც ვარჩევ. რა ვიცი, სახელმწიფოებსაც ვარჩევ. მწვანე ფერი ხო კარგად ჩანს. მწვანე ფერი საქართველოს ყველაზე მაგრად ხო მწვანე ფერი. აგა შენაღება ესე იგი გაფრინდება. ეხლა ისიც რა ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ. ჩვენ რა ეხლა საქართველოს მე არ მინდა რომ ვინმეს კიდე ძალიან მივეჩვიეთ რომ ვიღაცის ნამოქმედაზე პური ჭამოთ რა. დროა ჩვენ თან. იგივე ვეტერანებზე ქონდა ლაპარაკი. გულზე ხელი დაიდოს თვითონ იმ ვეტერანი. ნუ იტყვის აი გულზე ხელი დაიდოს რა გაუკეთებ. რა გაუკეთებ. და მადლობა უთხრას იმ გვერდში დგომს იცნობენ ყველა. მადლობა უთხრას იმ ბიჭებს რომ ისინი იქებოდნენ. მე უკეთეს გეტყვი, მე არ ვიცი ეს დაეცა, ის დაეცა. მე გეუბნები, ჯერ 27 სოხუმი არ დაცემულა. მეორეც, სოხუმის დაეცა. ნუ იქ სხვა დღეებია რა. და მეორეც, რომ ერთი ადრე. არ უფრო გია. მაგრამ მე გეუბნები, სოხუმში აფხაზებმა და ეგრეთ წოდებული სეპარატიზმმა ხოლო იმ დღეებში ხო? აიღეს ვაგზლის მიმდევარი ტერიტორია. დანარჩენი გალამდე ერთი მეორე სასწრებდნენ. ჩარჩენილი ბიჭები მე ორი თვე გამოდიოდნენ კიდე. იყო ეგ. სოხუმში ჩარჩენილი ბიჭები. აბა რატო თქვეს რომ 27-ში დაეცა სოხუმიო? ნუ რაღაც თარიღი ხონა, ეხლა ვის აინტერესებდა, როდის დაეცა და რას დაეცა რა. მაგდრეებში. გამიგეთ, ძალიან ბინძური თამაში იყო. მე ჩვენ უკვე თქვით რომ იქ ზვიადი ჩამოიყვანს იქ მე გეუბნები ეს რა არ არის ეგ ზღაპრები ვინც გინდა იყოს ხო დაისვა მთელი საგვარეულო სანათესაობა და მოუყვნენ როგორ დაეცა აფხაზეთი რა აი მე გეუბნები პირად აფხაზი ზაბრუნება შეიძლება 10 წუთში ეგრე უკვე იმდენი დრო გავიდა არა ნება თუ იქნება მაგრამ ნება კი მაგრამ ის ნება ხომ იმუშავა რაღაცა შექმნა და მეორეც კიდე ვამბობ ბატონ ედუარდს თუ შეიძლება ესე ვთქვა, მაშინ გემზე ასვლაც კი შეეშინდა. და ერთადერთი ვინც გამოიქცა. ეგ როდის 27-ში? ნუ აღარ მახსოვს დღეები 27-ში. ჟიული რომ მოკლეს. რომ გამოიქცა. ხო მანამდე იყო და ჟიული და ედუარდი ნუ ესე ვთქვა ერთი ორი დღით ადრე რა. ხო. 22-ში შეხვდნენ ერთმანეთს. გამოიქცა, რა ქვია, ბუნკერში დამალული კვირაიას თვითფრინავი. სად იყო რომელ ბუნკერში დამალული? ბუნკერში არა იქ აეროპორტში. იყო ბუნკერში დამალული ერთ-ერთი თვითფრინავი პატარა ტუები როა ის იყო და ჩემი თვალით ამაში როგორ აფრინა ეს თვითფრინავი. ეშერას თუ სოხუმის აეროპორტს გამწვანებული ხონდა რუსებისგან და იმიტომ და რუსებმა უთხრე გადაგიყვანო და დისანიგები მოახდინეს და შეეშინდა. მაშინ ჯაბაც მივიდა და მე ცალ-ცალკე წამოვიდნენ ყველა და შოდაკვირაიას კიდე ჰქონდა გაკეთებული ეს ქართულად სპუტნიკის ვიზი ჰქონდა თავისი ხო და ბოლო ორ დღეში გაუთიშეს რუსებმა ისიც კი გაუთიშეს რა სპუტნიკი გაუთიშეს რა ხო და ეს თვითფრინავი ეხლა იქ ისე ვერაფრინდებოდნენ ეს მოლაპარაკება გამწვანებული ხონდა ხო და ედგა არავის არ ენდო მაშინ შუთაკვირაია მუთხრა აი ეს ერთადერთი გზა არის ჩამოგვაგდებენ თუ არ უნდა გავფრინდა დათანხმდა მაგრამ ედუარდს უკვე გაყიდული ქონდა ესა სოხუმი და რაღაც ხალხი ჩვენ მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ რომ ედუარდს ხო წაუყენს ყველანაირი ბრალდება საერთოდ აფხაზეთის ომის რაც არ უნდა თქვას ეკიტოვანელებმა აფხაზეთის ომი ძაფრად იმისთვის დაიზაბელა იმისთვის დაიწყო ჯერ ერთი იყო სულთა სომხური ინტერესი მეორე იყო ესენგეში შესვლაში და ზვიადი ზუსტად იმისთვის ჩამოიყვანეს უთხრეს არ შემოდიხარ არის პრეზიდენტი კანონიერი რომელიც ჩავა ქუთაისამდე და მე ჩავა თბილისამდე და ის შევა ესე ამითი მართლა მაგრა ითამაშეს მაშინ ჩვენ როგორც ვთქვით მაშინ ხო ედუარდს არ უნდა და ესენგეში მარტინია ზვიადის ხალხი ჩამოყურეს ეგრე ესე იგი ედუარდს არ უნდა და ესენგეში შესვლა არ უნდა და ედუარდს ყოველთვის თამაშობდა თავისთავად მე უკეთეს გეტყვით რომელ ესენგეში მაინტერესებს კიდე ერთხელ ვთქვი არანაირად არ უნდა და მე რეიზულებული გახადეს შევიდნენ ესენგეში მე უბრალოდ ის მაინტერესებს
ნუ ედვარდია კიდე ამბობ რომ სუგენიის მრჩევლები ხავდა რომელმა ურჩია არ შესვლის გულისთვის ფართომასშტაბიანი ომი დაეწყო აი რომელი მაგრამ ისიც მეახლოებით ვიცი მეცადე შენ ამბობ რომ ედვარდმა დაიწყო ომი? ხაბა ვინ დაიწყო შევიდნენ იქ გახლით როცა შედიოდნენ იყო ესე რომ 14-ში იქ იყავი? კი პირველი რომ მიდიოდა პირველი ბერძენი რომ დაეწყო მე გეუბნები ერთ რამე და შენ რა კუთხით მიდიოდი? MVD და? აჰა. MVD-ს ჯარში იყავი? ჯარში არ ვიყავი. არა, სხვა სამსახურში ვიყავი, მაგრამ მიდიოდი. მე რატომ გეუბნები? შესვა ხომ იყო და ძალიან ბევრი მიდიოდა, ძალიან ბევრი. იგივე MVD-დან, იგივე ჯარიდან, რომ გასეირნება ეგონი. მე მახსოვს, რომ სპორტულებში იყო MVD-დან წამოსულები. ანუ ხალხმა არ იცოდა, რომ ომი იწყებოდა. იცოდნენ, რომ გაივლიდნენ რა და ეგ იყო და ეგ იყო. დროშად დაარჩენდნენ. ხო, და ეგ იყო და ეგ და თვითონ мотиваცია რომ სასუნხეთმა საქართველოს აღარ მახსოვს 3 მილიონზე ამბობდნენ დღეში მე მგონი 3 მილიონი დოლარის კომპენსაცია გვინდა იმის რომ ჩვენსკენ მომავალი ეშელონები იძარცვება მაშინ ხო სასუნხეთმა უბიძგა რომ რამე ქენითო რა ეს იყო ცოტა გათვლილი აფხაზებს უთხრა თუ ქართველებს 3 მილიონი დოლარი დღეში კარგავთ რა იმის რომ კინგზა ხო მაკედან დადიოდა ხო და იძარცვებაო ხო და ახლა ედვარდს არ უნდოდა ეგრე ვთქვათ რომ დააწყებინეს რა არ უნდოდა მაგრამ იქ იყო ჯაბა იქ იყო კიტოვანი დღესაც კიტოვანი კითხეთ კი მაგრამ ჯაბას უნდოდა ამის ყველას უნდოდა იმის რომ მოდით რა ალბათ უნდა ქეთინო ყველაფერი ისის ყველაფერი დაიდება როდესღაც დაიდება ხო ვინ რას და როგორ ჯაბას რატო ხოცავდნენ განვერხულებს რატო ხოცავდნენ ჯაბას დროს რატო ხოცავდნენ იმისთვის რომ ბევრი პირადად იცნობდა და ეუბნებოდა რაშვილები ხო არა ჯაბაზე მე ხმები წამოვიდა რომ ის როგორ იყო შეკრული უშიშროებასთან ხო საქართველოსი ხო საქართველოს უშიშროებასთან ჯაბა არის არ ყოფილა ბირი ვიში იგი თუ არაჯერათ აი ლუბონ ხედრიონის ეხლა არ ვიტყვი და აი სელიტა მხედრიონის რა დღესაც არიან ცოცხლი მოსკოვში შეიარაღებული თვითფრინავი რომი ფრინავი რომი რესტორანში რა ხაჭაპურს ასჭამდნენ და რა მოსუნდათ ხოლმე ისცა შეიარაღებული მოსკოვში რომ დაფრინავ და ესა შენ მიდიოდი მიყვებოდი ანუ საიდუმლო ორგანიზაცია იყო არაფერი საიდუმლო არ იცოდი რომ ომი იწყებოდა ჩვენ კი ვიცოდით საქმე მაგაში მაგრამ ხალხი ამას წარმოდგენა არ აქვს და გეუბნებით რომ რკინიგზის დაცვა იყო мотиваცია ხო რა ახლა იქ ვინცაც უნდა სწორ მე კიდევ ამბობ ძალიან ბევრი რამე არის ჩვენ მიახლოებით ვიცოდით რომ იქნება ხო და მე როგორ დაიწყო სროლა რა უკვე შესასვლელშივე ცეცხლი გახსნა მე მაგასაც ცეცხლი ვინ გახსნა გალის რაიონში როგორც გადავედით ხელმარცხნივ შენობები იყო და იქიდან ვინ გახსნა ცეცხლი პირველი ეგრე აფხაზურა დაჯგუფება მერვე პოლკს ეძახდნენ ისინი გასამხედროებული პოლკი იყო კიდე იმათაც ახავდა თავის რაღაც გვარდია ეს და ასე წავიდა მე უკეთეს გეტყვი არ აგვაღებინეს ტყვარჩელი მიზანმიმართულად გახლიჩეს ოფრონტი ეს როდის უნდა აგეღოთ ტყვარჩელი ნუ გარკვეულწილად კეთილო როცა მიდიხარ პირდაპირ შუაში არ უნდა დატოვო მტრის ზური ხო გახლიჩეს ლაბრასანიშე ლაბრა ეგჯერ გავწ და ეგ როდის იყო დასაწყისშივე? საერთო ომის განმავლობაში რა იყო ჩატარდა უნდა ჩატარებული ოპერაცია აღარ მახსოვს თუ არა მარტის უკვე მიადგნენ ტანკი მივიდა მხედრიანი უკვე იცოდნენ რომ იზრდნენ თვითონ აფხაზები გამოვიდნენ ყველაფერს მოხსენ თუ არ გაგზავნოთ დაისრდნენ უცებ მოიხსნა მთელი ფრონტი და წავიდნენ წინ უკეთეს გეტყვით მივედით სოხუმიდან გავჩერდით ეშერას ხო ზემოეშერა კოლმოეშერა იმის იქით და გადასვლის ხალხი რა ქვია გაგრა სამ ფრონტზე გავიხლიჯით ახლა დავამატოთ ხობალიას ნავაშკაცებელი მეოთხე ფრონტი ხო და აი ნავაშკაცები ზურგი ჩაგვიკეტა სამეგრელო ჩაგვიკეტა ხალხი ვინც მომდა ძარცვავდნენ ტყიპავდნენ იარაღს არթნენ ანუ ხობალია გასვლა გამოსვლა არ შეიძლება ხობალიას ხალხი კი ხობალიას ეს იყო ეს მეორეც რომ ამბობ საქართველოს მომიწევებული სვალი წავიდა აი დიდი ბოდიში რა ყველას ნახო ძველებმა იციან და ყველა მიცის აგერ ბაბუმა გიამიცის ყაყარაშვილმა ყველა მიცის რომელი მომიწევა ცხინვარში მოსი აღარ
ერთადერთი ჯავის რაიონი იყო დატოვილი და ულტიმატუმი იყო წაყენებული. ცივა იყო თლიანად გაწმენდილი. ეხლა თუ ვინმეს დაავიწყდა, მე შევახსენებ, რომ რაც საქართველოს მთებზე გადავიდნენ, იგივე ოსებს დაემართათ, არ წავიდნენ ჯავაზე, რომ ჩავხოცავენ, იქ არავის დაუკეტია გზა სხვათაშორის, რა. არ წავიდნენ, რომ მთებში რო გადავიდნენ. თუ ვინმეს დაავიწყდა. გვირაბის აფეთქებას თავისუფლად შეიძლება და გვირაბის აფეთქებაზე იყო მის იქ ზემოდან რუსეთმა არის საქართველოს. ხო, მაგას რო. მაგრამ შეუკვე ვინ დააბრუნა? ვინ მისა, რა ქვია, ვინ დაუბრუნა კარდვანში ოსებს, ხო, ვინ დაუბრუნა? ვინ მაშინ ბატონ გიასაკითხეთ ხარ, ვინ დაუბრუნა? შენ მითხარი? ჯაბა, ვინ დაუბრუნა? ყველამ ჯაბამ დაუბრუნა. ჩვენი ძმები არიან, რომ არაფერი არ იქნება, მე ვარ ათუ შევიდე. სადაა თუ? სხვადასხვა ყარყარაშვილი შტაბით ორი კვირა უზალიანდებოდა, არ გამოდიოდა მაშინ გია. არ გამოდიოდა, მე არ ვიცი რა. გამოვიდა. იგივე აფხაზეთში ამიხსნა, აი ხო არიან, რომელი ბრძოლა წავაგე. რომელი? მე გეტყვი, რომ აფხაზეთი ჩაბარდა. თავის დროზე ჩანაწერიც კი არსებობს ბოლო დღეების, ედვარდი გამოდიდა თვითონ ლაპარაკობდა. ღამე უწევდიოდა ვიცი ეხლა იღებენ სოხუმსა. დილით ვავდგებიო და ისევ ბიჭებს უჭირავთ სოხუმიო, თვითონ ამბობდა რა. ედვარდი მიშას და ზოგზოგი ერთებს, ხო? ერთ რამეში მართლა ჯობდა. ის მართლა დადიოდა წინახავს. ედვარდი? კი, მართლა დადიოდა წინახავს. ესე იგი, შენ ისე გამოყავს საუბარი, თითქოს ედვარდი არ იყო დამნაშავე აფხაზეთის ჩაბარდა. როგორ არ იყო, ედვარდი საერთოდ ყველაფერშია დამნაშავე. აი ეს კადრები, ეს თუ ედვარდის გამოსდილია. ეხლა ამბობენ მიშასაკა ნაციონალები. რატომ ერთი ვინმე მაინც ის მოკავშირიდან არ გამოდის და არ ამოსვა ჩვენი ბრალია ეს ხალხი. მითხარით რომელიმე მოკავშირიდან დღეს უდათ იყო. აი მითხარ სულ მოკავშირი არ არის. ხო რა, ესენი იმითი გაგრძელება ახალგაზრდული ფლანგი. და იგივე ქოცები რა, მოკავშირე. იგივე ავიღოთ. თქვენ იცით რა არის ხო? ეს გამოძიებულიცაა და ფაქტიცაა. თქვენ ეს პარტიულობას უყურთ. აბა ერთი თქვენ ცოტა ხვევით ჩაიხედეთ. მაგის სანათესაო, ნათერმირონობა. საერთოდ არის რა მაგას ხო? არაფერი. აბა მაგას გეუბნები. ეს ერთი და იგივე შეკრული რკალი. აფხაზეთის თემამ ძალიან დამაინტერესა იქნებ შემდეგი. კარგად, აფხაზეთში რაც იყო მე გეუბნები. აი 4-5 ფრონტად იყო დაყოფილი. ავიაცია ძალიან ცოტა ყავდა. თან როგორ ჩვენი ავიაცია ვერც თვითონ ვერაფრინდებოდა თუ ისებისგან დაბრუნებული იქნებოდა. იცოდეთ. მეორეც თუ ვინმე ომობდა ჩეჩენი რავი ზომეხი სუ აი ვინც ბითუინება უკრაინელები როგორ ჩვენთან იყო ჩვენ წინააღმდეგაც იყო აი ესე იგი წარმოვიდგინეთ განსაკუთრებით კაზაკების არმია კაზაკები ისე ხაი ახლა მე ვიტყვი და ახლა გიდა დაცი და გიდა თქვა რომ ზედვეც იღებს თავი ზედას უკ კაზაკებს ვეუბნოთ რა ეგ ხალხი არის დაიგდა ეგ ხალხი დადის სამარადიოდ რა აი როგორც კალიებს შეუძლო შეჭავე და წავლებ და თუ დაადეკი ვინ ვის ასრებს უნდა ნახო რა ნეტას უკ კაზაკებს ვეუბნოთ რა ყველაზე საზღარი ვინ იყო სომხი? ეგრე ვერ იტყვი. მე მაგალითად მე მივიჩნევდი ყველაზე საზღარს აბარდოელებს. სომხები არა? სომხები იცი რა არის? სომხები ყველაზე ოდითგანვე მარტო ქართველების კი არა. ეხლა რაც არ უნდა ვენები და სომხები არიან კავკასიის მოსული ხალხი. მაგრამ ზურგს ჩაგარკრა. ხო და მოსული ხალხია და შენ წარმოვიდგინე აი მოსული ხალხი რა დონეზე აი კავკასიაში არ მინდა რა ძალიან ისე გამომივიდა კავკასიის მაგისტრალი უბრალოდ არა ვერ გავიგე რა მაგისტრალი უბრალოდ არა აი ვერ ჩაჯდნენ და იციან რომ ვერ ჩაჯდნენ აი მთელი ეს ცხოვრება ხო აი მთელი ეს ვაჟაფსაველას ახალმოს რა ქვია ქართლოსი და ჰაუსი აი ხო წაგიტყვით ხო აი შენ მეტი არაფერი არ გიგა არის დაწერილი 1812 წელს რა თუ რა წელთან აი უბრალოდ აი გითხე აი რა რომ მიიღო და აჭამა ასვა ქართლოსი წავიდა საუბარი მოვიდა და ოჯახი გარეთ დავა წადი შენი საქმე არა აქ შენი უნდა ხო აი ეგეთ მე ხო არ მოიგონი რა ვაჟებდა ხო ეგრე მაგიტომ და სოხუმის თემა მე სხვა რამეს რა რატომ გაყვეს შეგნებულად თურმე საქართველოს ომობანა და მთელი ეს უბედურება დაიწყო 2008 წელს.
გამიგე რატომ გაგვს? იმის რომ ის არ ამოტივტივდეს, რომ მართლა ხალხი უნდა, მართლა თავს იკლავდა. იქ გაგვიწყდით ეს გენის 80%. ჩვენი გენის 80%. მაგრამ თლიანად ვერ გაწყდა, არ შეიძლება ვერ გაწყდა. 2008 წელმა რა აჩვენა? მე ვერ ვიტყვი რომ ბიჭებმა არიონი. ვერ 2000 წელმა ის აჩვენა, რისთვისაც იყო მომზადებული ეს ყველაფერი, ის მოხდა. შექმნის ოლიმპიური რეზერვი სირბილში, შეატიეს რაღაც 1000-1200 ბიჭი და დაანშენი ვინ ვისასრულა კაცშვილმა არწო. ეს ბიჭების ბრალი არა. თუ მეცაური ბრალი ნამდვილად. თუ მეცაური თვითო ვინციომა ძალიან მაგრაინია. ძალიან აბა ხე თქვენ ჩვენ ავკითხეთ. აქედან გაყრილ გაგდებულ სიგრა გვემართებოდა. მაგიტო მე უკეთეს გეტყვი ვეტერანებს რომ ისტერიან და ესა და ის. ვინ გადავიდა ხეობაში და ხეობიდან ხალხი ვინ გამოიყვანა. გაიგეთ 2008 წელი. ქურთა აჩაბეთი თემეთ ვინ გამოიყვანა? ვეტერანებმა გამოიყვანა, რომელიც მერე ვითომ უხლოვანი საფუძველი ნახევარი დაიჭირეს. აი ეს ხალხი გადავიდა. როცა ეს რა გვარია ეს ოსიროა ასე. სანაკოებმა როცა თავის ძროხები გადამალა, იცით თქვენ? რო იცოდა რომ უნოყოფა ძროხები დამალა. ხალხს არ უთხრა რომ დაიწყო. რომელი ერთი სოფელი იყო გაფრთხილებული რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. და ამ სოფლებს ხალხი 19-20 წელი ყარაულობდა. ფიზიკურად ყარაულობდა. ყოველი ოჯახი იცოდა, ყველგან მისასვლელი ჰქონდა. იქ არ იხევხოდა რომ შვილები და ძმები არის. გამიგე? წავით ახლა გაიარა. ოსერმა გრეიდერები და ბულდოზერები მიაღწია. ვაზი აჩეხეს, რო აღარ დაბრუნდა. აი მაგაშია საქმე. ეს ყველაფერი გააკეთა მიშა. მე ხლა ამობენ მიშა იგივე საკეთებს რომ რუსებს უნდა ჩააბარო. არა, მიშა გამოსავლა. მიშა ფიქრობდა რომ გაიქცევა ან ლათინურ ამერიკაში ან იქან. ამერიკაში მიშა 2016 წლის შემდეგ საერთოდ არავის არ დაშინა. მიშა არის აი როგორც რუსები თქო პრაკაჟონი რა. რაც ბიზამის დაშინა, მაგრამ ბიზამის საკითხი დაშინა. ზეით მაგრამ. საქმე მაგაშია. და ის გაიდარის ამბები შერჩა რომ გააუპატიურა თავის. ახლა ხო ხედავთ რომ ბოდიში ამ სიტყვაზე კიდე მოაყომარეს. მე კიდევ გეუბნები. მოაყომა რა ბიძაკს. ვინ? ბიძაკ მარტო ბიძაკ ჩვენ თუ ვინმე საინტერესოა სტატიები არის რა წაიკითხონ ბიზამისი და აი სასწავლო. აქ ხომ გეუბნებით არა მარტო ამერიკული და აი გასაგებია ხო მაგრამ. რა ვიცი აბა ახლა როგორ იმისთვის ახლა მე კიდევ გეუბნებით რომ ამ ქალბატონს რომელიც მამამაც გაასხვისა მთელი საბჭოთა კავშირის კოლონია არა მარტო რუსეთის. ამ ქალბატონს აქ შეტანილი შეიძლება უკვე მიიღო კიდევ ისრაელში მოქალაქეობას. ანუ ებრაელია ეს გაიგე. შეტანილი უნდა აიღო დღე-დღეზე და იმისთვის გადავიდა უკრაინაში, აქ უბრალოდ ტაქტიკული გადავიდა უკრაინაში, რომ დროებით უკრაინაში იქნებოდა მიშას და მიამაგრეს იმის თუ რუსეთის მოქალაქეობას უარს იტყოდა და უკრაინაში პრეზიდენტი დაუშვებდა ისრაელის და უკრაინის მოქალაქეობას. მიშამ ისევ და ისევ არ ვიცი რისთვის ისევ და ისევ დაარტყა ებრაელთა და ოდესის გუბერნია იქ 80% ებრაელები ცხოვრობენ. და მე როგორ აპატიეს? ვინ ამობს უპატიობენ? ეს თქვენთან ვინ ამობს უპატიობენ? ვინ ამობს უპატიობენ? 24 საათი წამლის მძიმე კაიფში ნასვამი ხო და კი მაგრამ იქ რატო არ იჭერენ თუნდაც არ ვინ უნდა დაიჭიროს რომ ხალხმა შეიტანა სარჩელი გაუპატიურება. ქალბატონ კი ვინ უნდა დაიჭიროს? ადეიშვილმა. მე ახლა უკეთეს გეტყვით, აი დღეს არის ხილი. ორი ხო? ხო. გუშინ დაიწყო. უკვე მიადგნენ უკრაინაში მთავრობას. ახლა უკრაინელებისთვის ეს სიახლეა, გამიგეთ და ახლა რო ყვიან ჯარებს გამოვიყენეთ ეს ჩვენ ორჯერ გავიარეთ. ვერანაირი ჯარი ვერ უშველის. მიადგენ უკვე ომში და ბრძოლაში გამოწვეულ ხალხი. დღეს ხვალ უკვე პრავის სექტორი პრავის მარტო პრავის სექტორი არის. მთელი ნაციონალები მე აზოვს აქ ნათქვამი ხო ბატალიონი აზოვს აქ ნათქვამი სხვა ერთ-ერთი ისეთი ბრძოლის ნერიანი შენაერთია მაგათაც ნათქვამი თუ ეს ბრძანებას კიდევ მივიღეთ უკან დაიხეთ მოდიოთ ეგრევში არის გამიგეთ ეს ეგრე არა ეს ამ საქართველოში თუ არის ჩაკეტილი ხო ეს ყველაფერი იქ უფრო დიდი მასა როგორც არ უნდა გაყოთ სლავია
უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბულგარელი, სლავი. ძირი ერთი, ბუდი ერთი. პრინციპში, ავიღოთ იანუკოვიჩის დროსაც იგივე არ ხდებოდა. იანუკოვიჩის ქართველი დღესაც მუშაობს რუსეთში. დღესაც მუშაობს. იანუკოვიჩი მე ხან ამერიკაში იყო მოკან. ნუ ერთი ისა, იანუკოვიჩი სხვადასხვა ამის გამოკეთილია რა ქვია. ცემორალანსანის. მაგის შაწუდებულია. ხო, ამითი ეს ნელა ვიწოვდებიან ახლა უშოვარი უშოვს ხო ესე თანხები უშოვს რომ ვერაწუნი გაზონა იხიეს ეს იახტები ეს ის მაგრამ ფაქტიურად ცოტა ხანში ეს ყველაფერი აქვს საცხოვრებელი ამის რაღაცა არავინ არ მიიღებს მეც ისეთი ვაშკაცები ეგენი არ არის რომ თელი თავის ცხოვრების სამე ვაშკაცურად იცხოვრობს ხო ტიმოშენკოს არ გაქვს რა ტიმოშენკო? აქ იყო ბათუმში იყო ისული და ესეთი ლამაზი ბათუმი ჯერ არ მინაშია. ტიმოშენკო ეს იყო ტიმოშენკო ილუშენკო. თამასული იყო ძალიან მოსწონს. მე ტიმოშენკოზე ვიცახე. ტიმოშენკო ქალბატონო კეთინო ეს მიშას დიდი სიცოცხლე და ყოფილი პრემიერი. და რომელმაც პირველმა ამოუგდო იარაღით ვაჭრობა მიშასა და მაგან გაახმაურა უკრაინაში ეს დოკუმენტაცია. ტიმოშენკო ეს ქალბატონო არის სულთა სომხური პროექტი, რომელიც რა. ჯერჯერობით სომხები ჩუმად არიან იმის რომ რუსეთში ძალიან ბევრი სომხია და ძალიან ბევრი რამე აქვს დასაკარგული რა. ამიტომ არის მაგას და ამოიყოფენ თავს ვერაგია. ხო, თავის დროზე ხმას ამოიღებენ, მაგრამ არა, საერთოდ უკრაინაშია ტიმოშენკო? იქნება რატომ არის რომ მინდაადებს ხელს რა. თქვენ პირველი მაგის გვარი იცი? ტიმოშენკო პირველი ქონის გვარი. აბა მაგისი გვარი? სომხური გვარი, მონასული. ავაკოვიც კი ყავთ ესე. ავაკოვი იყო სხვადასხვის ერთადერთი აი ახლა კი რო ეს პატრული და ეს ერთადერთი ვინც მიშას თავის დროზე ვერ დაიმორჩილა რა თავზეც დაიმორჩილა და ავაკოვმა ძალიან მედგარი წინააღმდეგობა გაუმწია. მაგრამ ახლა უკვე იმასაც აგი ოპერატიული მეებს უქონეს და ისე ეს პატრული. მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარია ჩემო დავით და საინტერესო საუბარი აღარ აქვს ალბათ კეთილი. ჩვენ უკვე ლაპარაკობთ გადარამეზე, მოვლენებზე რომ მოხდება. უკვე მომხდარ მოვლენები. არა, მე საინტერესო საუბარი არის უბრალოდ ჩვენი ცხოვრება. მეტი არაფერი. საინტერესო საუბარი იქნებოდა რომ აი რაღაც ხედავდეთ რაღაც გამოსავალს ან ვიღაცა იყოს და აი მესმის, მაგრამ გამოსავალი პრინციპში წყალი გადაგვასხი რომ ინგრევა ყველაფერი და აღარაფერი გვეშვა. გამოსავალზე აღარ. ხო ხარ საქართველოს შვილი ხარ. რომელი საქართველოს? ჩვენი საქართველოს, აი ამ ქვეყნის. არც რესპუბლიკის მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს შვილი, მაგრამ ახლა საქართველო აღარ. ნუ გაჭირება. არ ვიცი ვის. ყოფილა საუკუნე ყოფილა საქართველოში და კიდევ თბილისში. ქართველი ვარ, მაგრამ ვიცი შვილი ვარ, უკვე აღარ ვიცი. მე კიდევ ვამბობ, ესენი სპობენ გენს. ხო და აი ქართველი რასაც ვერ მოსპო, იმას თქონდა და შეიძლება ეს უპროპორციული აი რას მოძლიერ და არტყობთ პრომიერი ხო რას უკვე ესე გამოსავალი მოიძებნა ერთად დგომა და არჩევანი ხო და მხოლოდ ერთად დგომა და არა საჭირო ვიღაცის ძებნა რომ ოი ის ოლიგარქია ის ჭიანია ეს ისა უბრალოდ უნდა უყურო წესიერებას მე რა რომ ის გლეხია და შეიძლება პროფესორზე მეტი ესოს ხო რა თქმა უნდა ერთად დგომა და არსებობს საქართველოში კუთხე, სოფელი, რაიონი, რომ თავისი ესეთი კოლორიტი არ ხავდეს, ყუის კოლორიტი ვაო, ხო? არსებობს თბილისში უბანში, რომ ვიღაცა ესეთი არ იყოს, რომ მართლა რა კაცობით იყოს გამოსყოლებული რა. всё, ჩვენი ეგა წინეთ თუ ვინმე ქშველოდა, რატო, ხო? მეფეები ისინი იქ ძალიან ბევრმა მეფემ თავის კეთილდღეობისთვის, თავის კომფორტისთვის, თავის ყველაფერთვის კომფორტი არის გაწირა რომ ქვეყანა ყოფილიყო. ხო, დღეს არა ეგეთი, იმის რომ მოსპეს ეს. მაშინ იყო მუხტი, ქართული მუხტი და საქართველოს სამშობლოს სიყვარული იყო. იმის მეფეების მეფე თვითონ იყო გაიგებებული ქვეყანა ის იყო, ხო თავი ის იყო მართლა. თუ ქვეყანა არ იქნებოდა ესე ის უსტი კაცი იყო. ამათ სულ არ აინტერესებს. კიდევ ვიმეორებ და აი ყოველთვის გავამეორებ და თავდაცვის მინისტრი ამის პასარარი გამოდის და ამბობს რომ ინგლისურ ამერიკულ შეკვეთას ვაკეთებ. ახლა ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოში არის ნინო ხიდაშელი. ნათესავი და ენჯოისტი
ენჯოისტი და ახლა ნახოთ აბა საგარეჯოელები და ირმა ინაშვილი არის კიდევ ხო და აგაში გაგონგებინო საგარეჯოში ეხლა მოგლეთ საგარეჯო მაგარი ის ახლა მე მაგიტომ მე არ მგონია რომ ინაშვილს მაგალითად უნდა მომგოს იქ მაგრამ იგივე რომ ინაშვილმა აი ეს იწყება აი არ უნდა რომ იქამდე დაიწყოს რომ ოფიციალურად იგივე თქვა გაპარავდეს პარლამენტში შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაც არა ვიცი იგივე ის რომ გაპარავდეს და იგი ოფიციალურად მეც ხო არ ვიყარო კენჭი საგარეჯოში ოფიციალურად ის საბუთი ქონდეს რომ პარლამენტის წევრი იქნებ მე არ ვიცი მეც არ ვარ აპროშიც არის კენჭის ხრა მართლა იქნებ ის იყო დეპუტატი არ დაიცვალა უისაწყა და ქალბატონი დავლაშია და ახლა იქნებ ინაშვილი იმთამაშ სამოსულს უფრო დიდი ტრიბუნალი შეიძლება მაგას ამას პრეზიდენტობა არა აი ახლა უბრალოდ ხო ლიდერია ხო იქნებ უფრო დიდი ტრიბუნა უნდა რომ გაახმოვანო და ვერ გაიგე ხო სხვადასხვა მე ვიცი რომ ინაშვილს ცუდად შევლები არ აქვს მაგრამ არ შეიძლება მაგის იმრჩეველი თუ არის მაგრამ არ შეიძლება საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ ფარგლებს გარეთ არ ვიცი ფარგლებს გარეთ ვის რა როგორ და რანაირად დაუდის ეს 4 კაცზე ვიცი და ისინიც მე კიდევ გეუბნები თუ ვინმე საინტერესო ჩემი ინფორმაციით ხო რუსები ზიან ფეხზე გადადებული და უყურებენ ამათ აი თვითონ რუსები ვერ გააკეთებენ და რასაც ესენი აი ვერანაირად რუსი მაგდას ვერ მოიფიქრებდა რომ ეს გაეკეთება ამიგე თელი ინსტიტუტები ვერ მოიფიქრებდნენ ამათ არ უნდათ მოფი ესენი ამ საკეთებენ რატო ჩაერიოს კაცი კიდე ამ საზღვრის გადმოწევაზე აი მთავრობას უშიშროება შინაგან საქმესთან ეს ვისაც ეს ხელისუფლება აგვიხსნას ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რომ ამ სურენა სადამდე ანუ მიხეილ სააკაშვილმა სადამდე გადმოიტანა სამაჩაბლოს საზღვრები იგივე აფხაზეთის საზღვრები იქნებ ეხლა რომ ვამოდ იწევენ და გზაზე გამოდიან იქნებ გზის იქითაა და ის მართალია რომ მოდის ჰა გვაჩვენ რა სადამდეა ეს რა ვიცი მართალია ხო ახალი ისინი ახლად დაყო ქვეყანა რა ხო გვაჩვენ რომ აი ეს კონფლიქტური ზონა რომელიც უკვე ეკუთვნის ხო სადამდე ჩვენ კი ვყვილი ვართ ისინი ამბობენ ჩვენ დოკუმენტები ჩვენ ასად არ ვიწევთ ჩვენ არაფერს არ ვარღვით და იქნებ ისინი არიან მართლა ჰა იქნებ ჩვენ უბრალოდ გაჟღერდა სოფლო შეიძლება მეორე გაასაჯარონ ის საბუთები რა რითი რომელი საბუთით ამოიღეს მიხეილ ესე რა სააკაშვილი ადეიშვილი კაჟერაშვილი რომელი საბუთით ამოიღეს წითელი ციρკულიანი ხო არ გვინდა არაფერი უბრალოდ გაასაჯარონ გამოგებულობთ ეხლა ესეც სისულელეს მე ვერ დავიჯერებ რომ თურმე სხვა ფორმებით და სხვა ფორმატით დაიწყეს მუშაობა და იმისთვის ამოიღეს გაიგე პირისწყლიანი დამნაშავეები წითელი ციркуლიანი ესე იგი ესენი დამნაშავეები აღარ არის რა ფორმაც არ უნდა მიცე დამნაშავეები აღარ არისო ვერ გავიგე ხო ამ სისულელეებით იმისთვის ვაუ ყოველდღიურად ყოველ საათს ესენი რა ვიცი ზიან იმტოს რაზე ჯერა მოკლედ ეგრეა ქალბატონო კეთილი რა გეუბნებით რომ იგივე გამოდის აი მართლა გულენტკივა გამოდის ის რა ქვია სტუდენტებმა შიმშილი რომ უნდა ხო იშიმშილო მე რა გიყოთ რა იშიმშილო გამოდის თამარ სანიკიძე იშიმშილეთ რა რაც გინდათ ის გიქნა რაც გინდათ საკენ ამაზაღლი ჩინეთში ცხოვრობ ჩვენი შვილები არიან ჩვენი დები არიან ჩვენი შვილები არიან ვის ეუბნებ ვის რაში მაინტერესებს რაღა უნდა იმისი არ ძენი რო კაცო გვარების მოვიწყდება ვინა ყავს ბრძენი კონფლიქტების რეგულირების ის ზაქარეიშვილი ესო რუსები რკინგზას რაზეც მე ნაგებაში არა ხარვიდი კონფლიქტი დონაში წედა და აბაში ძიავოს მოვლა თავარი მოვლაპარაკები კი არ ღვევენ როცა მინდა მაგრამ რატო არ ღვევენ არა კი არ ღვევა
ჩვენის ფუნქცია არ გაგვაჩნიაო, ზეწოლა არა გოგო, რაბე უთხრა. აი წარვი, მაგრამ რაზე დადიხარ? აი ამაზე შეთავ. აი რო ჩამოდიხარ, თქვი რომ ეს ხალხი ამას არ ჩამო ყველაფერი კარგია. ვიცი ბიზნესია გასულ 5 იანზე როგორ. ვიცი და ჩავე გაი პუზა ჩავე გაკეთე, ჩამოლე ბუძე მიტყვიან და მოდი. რაზია ლაპარაკი. გამოვა ახლა ძალიან ისეთი ორ სიტყვას გადმოვაგდებ თუ აი არასწორია მე უბრალოდ აი ზაქარიაშვილზე ვამახვილებ კიდე ნუ კაცი გამოდის აი მინისტრი ხო აი წარმოგიდგენთ აი არ ვიცი სპეციალურად რო უთხრა ის სულელო ჯერ ვერ მოიფიქრე რა კაცი გამოდის და გეუბნება ერთ რამე წარმოდგენა არა მაქვს ისთვის ასწავლე რა წარმო ბიჭო კიდევ ან დაგმე ან შიაქე, ან აღშფოთება გამოთქვი. ბოლო ამერიკა აღშფოთება ხო, რამე ისეთი თქვი რა, არა ვიცი. თუ არ იცი აკიდა. რო აღშფოთდეს მე იქნა საგებელი რო ვერ ნახოს მე რა ქნას. ნუ არა, ისე მაინც რამე მინისტრი ხო ტექნიკურად მაინც თუ ვაიმე რა საკეთე ხო? არა წარმოგიდგენ. ალალა. ალალა. ხო ხმეთ მაიმაქსი ალალი თატაროს რა ცხოვრებაში რა, მეტი რა მადლობდათო და იმედია განვაგრძობთ ჩვენ კიდევ ჩვენ საუბრებს რეალურ ისტორიასთან დაკავშირებით, რადგან გამოსავლის გზები მხოლოდ ერთია, ერთად დგომა და ჩვენი თავის გადარჩენა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად უნდა დავდგეთ. თუ კი გვინდა, მართლა გვინდა ჩვენი სამშობლოს შენარჩუნება, ჩვენი თავის შენარჩუნება, ჩვენი ერის გადარჩენა, მაშინ ერთად უნდა დავდგეთ. ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად გავაკეთოთ ახლა მამას როგორი რა. არ ვიცი, არც ნაკლებია და არც მეტი. სანამ ამას არ შეიგნებენ, ხო? ესე იქნება. დიდი მადლობა და კარგად დანდებოდი. ვერ გავიგე. არჩევნებზე ვარ გავარვე ქეთინო ხომ ამბობდი და კიდევ ამას გავიძახით 1-10 წელია ხალხო ნუ მივარ თანამშრომლებს და ბოლო ვიღაცას ხომ მაინც დააინტერესა ამ ქვეყანაში რა თუ არ მიდის ხალხი არჩევნები უსისხლოდ ეგა მეტი არაფერი არანაირი არჩევნები საერთოდ არანაირი ესე იგი თქვენ ბოიკოტი ყველა რომ არჩევნებს ბოიკოტი ხო აუცილებლად ასაგებია და ეს თქვენი გადასაწყვეტია მოსახლეობის. აუცილებლად მე რატომ თქვით იცით ბოლოში რომ აი არავინ მაგრამ ეხლა მე მცხვენი აი მართლა მცხვენი არის რომ ეხლა მართლა 90-იანებიდან მოვდივარ და ეს ეროვნული მოძრაობა იგივე და ირაკლის წერეთელი გამოდის და აი სული რო აქ მიყიდული რა უბრალოდ აი სული რო აქ მიყიდულა თავის დროს მე მისი გამონათქმევის მახსოვს დედრიონოს უადის ბოზებიო რა ვიცი ბევრჯერ მოიხადა ბოდიში ამის გულით მაგრამ ესე იგი არ გათერთდების ყორანიო რა მაშინ ბოდიშებს იხება ეხლა უარეს აკეთებს ნუ ეხლა ცოტა იმისთვის ვამბობ არავის ნაკლები არა და ეხლა ირაკლის ნაირები და საიშვილების ნაირები და კიდევ ჩამონათვალი ბევრია ღმერთმა კარგად მოახმარო თავის პატრონებს რა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ისევ და ისევ ზარბაზანაა. ანუ იგივე დავით იორამაშვილი, მეომარი, ვეტერანი, საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესიით სპეცსამსახურელი გახდათ, მაგრამ წესიერი სპეცსამსახურელი ეს აუცილებელია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ უშიშროება და პოლიცია, რა თქმა უნდა იცავდეს თავის ჯარი უნდა იცავდეს სამშობლოს და სახელმწიფოს ხალხს იმ სახელმწიფოში მცხოვრებს. ასე რომ ეს სპეცდანიშნულების სამსახურები, აი ასე რომ ვთქვათ, ეს შესაბამისი სტრუქტურები აუცილებელია სახელმწიფოსთვის, ოღონდ პროფესიონალი კადრებით სავსე და არა ისეთი, როგორიც დღეს არის. კარგად გეკითხეთ, თქვენ სწორედ ჩამოთვალეთ და მე უბრალოდ ხაზს გავუსმევ, რას ნიშნავს ქვეყნის უშიშროება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის თავდაცვა. აქ მეტი რა სალაპარაკო არაფერია. არა, ბევრი რამე მოსაგონ. ყველას თავის ფუნქცია აქვს. უნდა დაჩინო და იმუშაო. მეტი არაფერი არა აქვს.
თვითონ სათავე თვითონაა ჩადებული რას ემსახურება მეტი კარაქერია რა თქმა უნდა და აუცილებელი არის პროფესიონალი კადრები განსაკუთრებით აი ამ სტრუქტურებში და რა თქმა უნდა განათლებაში განათლების სისტემაში ჯანდაცვაში და ყველა იმ სფეროში რომელსაც სფერო ქვია სტრუქტურა ქვია და იგივე ჟურნალისტიკაში რაღა შორს მივდივარ მიხედავ აუცილებლად ვეტერანებს და კიდევ ვეტერანებს მიმართავ თუ ვინმე მომისმენს თუ სხვა არ გიყურებს მე მიხედეთ ერთი მეორეს თქვენ თვითონ ჩათვალეთ პატრონი არ ერთად ეხლა მაინც დადეგით თუ დგომაგი მაშასე ერთად დგომა თუ გადაგვარჩენს ჩვენ განვაგრძობთ საუბრებს დავით იორამაშვილთან რომელსაც კიდევ უახლოეს მომავალში შევხვდებით და საინტერესო საუბრები გვექნება საინტერესო საკითხებზე საქართველოს საკითხებზე დარწმუნებული ვარ მადლობ დათო ნახვამდის